Გავუნაგზობთ გიორგი შონიასა და ჰანს პრომველის ლექსები სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. გუშინ კი გაირკვა, რომ ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ავტორი ერთი და იგივე პიროვნებაა. პოეტი გიორგი შონია ლექსების ციკლს ჰანს პრომველის ფსევდონიმით წერდა. ახალგაზრდა პოეტის პირველი კრებულის პრეზენტაცია გუშინ მოეწყო ავტორმა სადებიუტო წიგნს ფაბრიკაცია დაარქვა და მასში როგორც გიორგი შონიას სახელით ასევე ფსევდონიმით დაწერილი ლექსები გააერთიანა. კრებულის რედაქტორი პოეტი გაგანა ხუცრიშვილია ფაბრიკაცია წიგნად ინტელექტმა გამოსცა გიორგი შონიას სადებიუტო ლექსების კრებულის პრეზენტაცია გუშინ წიგნის მაღაზიაში შაქრო ბაბუაში მოეწყო. ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი პოეტური კრებული ფაბრიკაცია და რატომ ფაბრიკაცია. ეს არის პოეტური მისტიფიკაცია ჩემი ფსევდონიმი ჰანს პრომველი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო სოციალურ ქსელებში და დღეს აიხადა ფარდა ამ ყველაფერს. მე ვიყავი გიორგი შონიას მკითხველი აქამდეც და ვიცოდი ვინ იყო. როგორც სხვა წყაროებით დღევანდელ საღამოს რაც შეეხება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენი თაობის ერთგვარი პათეტიკურად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ერთგვარი ხმა არის ეს მომწონს მისი შემოქმედება. ეს არის სოციალური პოეზია, პროტესტის პოეზია, რაც ახალგაზრდა თაობისთვის დამახასიათებელია, შეულამაზებელი, ხშირად ხისტიც და რაც თავარია ნაღდი, ნამდვილი. გიორგი შონიას და ჰანს პრომველის ლექსები პერიოდულად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ გამოცემებში, სოციალურ ქსელში, ინტერნეტ გამოცემებში და კარგია, რომ დღეს ცალკე წიგნად გამოიცა, ეს ძალიან საინტერესო ავტორი, ძალიან კარგად არის ეს წიგნი შედგენილი, გარეკანის დიზაინი თეონა ჭანიშვილს ეკუთვნის.